25 მარტი ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. მსოფლიო დონეზე დედა ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. 1801 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველის მანიფესტით საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა დასრულდა. 10 წლის შემდეგ კი გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. 106 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ 1917 წლის 25 მარტს სვეტიცხოველში შეკრებილმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე აღადგინა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. პატრიარქად კირიონ მეორე აირჩიეს. 1990 წელს კი პროცესი სრულყოფილ და საბოლოო გამარჯვებამდე სწორედ პატრიარქ ილია მეორეს უდიდესმა ძალისხმევამ მიიყვანა. მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო ქართული ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული. ეს სწორედ ილია მეორეს ეპოქალური მემკვიდრეობის შედეგია. ილია მეორის გარდაცვალების მე-9 დღეს, რომელიც განსაკუთრებულია სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ. მანამდე კი შესრულდა პარაკლისი ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-9 დღე შესრულდა მოგეხსენებათ საეკლესიო წესით მე-9 დღე, როგორც მე-40 დღე განსაკუთრებულია. სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია ამ წუთებში. ეპისკოპოსი გრიგოლი ასრულებს სამსახურებას და დღეს ვიცით რომ არის ავტოკეფალიის აღდგენის დღე, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ყოველწლიურად პარაკლისებს იხდიდა. გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა. კლინიცისტებს გავაცანით ციტოს ლაბორატორიის სერვისები, ასევე გავაცანით ციტოს განვითარების ისტორია, ის ბენეფიტები, რომელსაც მიიღებს პაციენტი და რა თქმა უნდა მკურნალი ექიმი ციტოს ლაბორატორიის მხრიდან. ცინოცენტრი ციტო არსებობს 1997 წლიდან, მომავალ წელს უკვე სრულდება საიუბილეო თარიღი და ამ პერიოდში მან ძალიან რთული და საინტერესო გზა გამო და მიაღწია განვითარების მაღალ ეტაპს. და დღეს ციტო მოსახლეობას თავაზობს ძალიან მაღალი ხარისხის ლაბორატორიულ კვლევებს. შესაბამისად, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ რეგიონებში შევდის ასეთი ტიპის ლაბორატორიები და ასეთი მაღალი ხარისხის ლაბორატორიულ კვლევებს თავაზობს. აიდან დიდი მნიშვნელობა არის, როცა მჭიდრო კავშირი არის კლინიცისტებს და ლაბორატორიების შორის. ზოგიერთ კლინიცის ძალიან სუსტი წარმოდგენა აქვს, თუ რა შესაძლებლობა აქვს მიკრობიოლოგიურ კვლევებს, საერთოდ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას ამა თუ იმ ინფექციის დამარცხებაში და ამიტომ მუსირებს ისეთი აზრი, რომ ხანგრძლივი არის მიკრობიოლოგიური კვლევები, თუმცა თანამედროვე მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის აღჭურვა ავტომატური ანალიზატორებით, იმ მეთოდებით, რომელიც გამოირჩევა სპეციფიკურობით და მრავალფეროვნებით, შესაძლებელია კორექტული, სწორი პასუხი ძალიან მოკლე დროში მივიღოთ. ჩვენ შეგვიძლია ძალიან მოკლე დროში, შეიძლება იყოს 48, მაქსიმუმ 72 საათი და უფრო ხშირად 24 საათში გავცეთ პასუხი, რომელიც ეხმარება პაციენტსაც და რომელსაც მოუთმენლად ელოდება თვითონ კლინიცისტი, რომ წარმართოს და ეს თერაპია და გამორიცხოს ის არაეფექტური ანტიბიოტიკი, რომელიც არ იქნება ეფექტური მკურნალობის დროს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონებში ლაბორატორიული მედიცინის როგორც დარგის პოპულარიზაცია. ყოველდღიური უკავშირი ექიმებთან ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოოდ პაციენტის სწორად მკურნალობისა და ზოგადად მკურნალობის სტრატეგიის შემუშავებისათვის. ამიტომაც პერიოდულად სამედიცინო ცენტრი ციტო მის უკვე ასაღებ ცენტრებში, ეგრეთ წოდებულ ლაბ ექსპრესებში, სადაც არიან ლოკალიზებულები და
შეიძლება ითქვას, რომ უკვე 8 ასეთი ადგილი არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის იმერეთში უკვე წარმოდგენილია ზესტაფონი მესამე ადგილმდებარეობით. დღევანდელი შეხვედრა, რომელიც შედგა ქალაქ ზესტაფონში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ პრაქტიკულად თვენახევარია უკვე ფუნქციონირებთ ქალაქ ზესტაფონში. სწორი ლაბორატორიული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასრულებს სწორი დიაგნოზის დასმაში და ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამიტომ კლინიკური ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ახალი სამედიცინო მომსახურების სერვისი იქნება ჩვენს ქალაქში, თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს გარკვეულად ზრდის კონკურენციის ხარისხს რამოდენიმე ლაბორატორია ჩვენთან და წამყვანი ლაბორატორიები, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ლაბორატორიული ცენტრი, ამიტომ მომსახურების სერვისის გაუმჯობესებასთან ასოცირდება ჩემთვის პირადად, ასევე სამუშაო ადგილები გაჩნდება შესაბამისად ქალაქში, მომსახურების სერვისი იქნება უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვფიქრობ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ემსახურება 17 საექიმო ამბულატორიას, გვაქვს 2 კლინიკა, არის 3 ამბულატორიული ქსელი, საკმაოდ დიდია ჩვენთან სამედიცინო პერსონალი და პროფესიონალური კადრი, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი სამედიცინო მომსახურების გაჩენა ჩვენს ქალაქში. ექიმებისთვის პირველ რიგში აუცილებელი, ეფექტური კი არა, აუცილებელია შეხვედრა, გაცნობა მათი მოთხოვნების, მათი რესურსების, თუნდაც ფასების, თუნდაც მასალის, ყველაფრის საჭიროზე აუცილებელი იყო და მადლობა რომ მოგვიწვიეს, ძალიან ინფორმატიული იყო და იმედს ვიქონიებ, რომ ეს ზესტაფონის მოსახლეობისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. კურსების მეწყრული ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტისა და ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეკიპაჟებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრულ ზონაში ჩარჩენილი შინაური ცხოველები გამოიყვანეს. ცხოველების გამოყვანა განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც იდენტიფიცირების პროცესშიც იყვნენ ჩართულნი. ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟები ცხოველებს ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც ზრუნვის პარალელურად მეპატრონის სურვილის შემთხვევაში მათ ჩაუტარდებათ ვეტერინარული манипуляციები. ცხოველები დაუბრუნდებიან პატრონებს. შეგახსენებთ, სტიქია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში 12 მარტს გამთენიისას დაიწყო. მეწყრული პროცესის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი ამ დრომდე სასტუმროში რჩება. სოფელში 10-ზე მეტი სახლია დანგრეული. შევედით სახში და გამოვიყენეთ ჩემი 2 ძაღლი და ჩავაბარე ბატონო ძაღლთან სახლში გადავ. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 200 გრამამდე მეთადონი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.